გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით ინტეგრას პოდკასტიდან. მე გახლავართ ნია ძერია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ გიგი ჟვანია, ინტეგრას ფსიქოლოგი, EMDR თერაპევტი. მადლობა პირველ რიგში გიგი, რომ გვეწვიე. და დღეს ესე იგი მეც უნდა გავიგო რაღაცები EMDR-ის შესახებ და მე თვითონაც ძალიან ჩართული და დაინტერესებული ვარ ამ საკითხით. სანამ გადავალთ უშუალოდ EMDR-ზე, პირველ რიგში იმით დავიწყოთ, შენ როგორ აღმოაჩინე ეს მიდგომა, იმიტომ რომ მე რაღაცები რაც მოვიძიე, რასაც გავეცანი, ეხლა იკრებს და ეხლა ხდება უფრო მეტად პოპულარული მსოფლიოშიც EMDR მიდგომა და შენ როგორ აღმოჩნდი ამ ამბავში, ეგეც მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. უშუალოდ EMDR-საც ეხება, მანამდე კი მუშაობდი, დამთავრებული მაქვს სოციალური ფსიქოლოგი. მაგრამ მუდმივად ვიყავი რაღაც ძიებაში, რომ რაღაც მეთოდი იყო საჭირო ჩვენთვის ეფექტური და ერთდროულად შედეგიანი. და ახლოს რო იყოს მედიცინასთან. საერთოდ მედიცინა ყოველთვის მაინტერესებდა მედიცინა, არა მხოლოდ მედიცინა, ფილოსოფიაც, ეზოთერიკაც და ასე შემდეგ და აი ადამიანთან როგორ შემიძლია, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება დავეხმარო რაღაც საკითხებში და ასე შემდეგ. ჩავაბარე და დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. EMDR-ი აღმოვაჩინე სადღაც 4-5 წლის წინ, გავიარე ის ტრენინგი, საბაზისო ტრენინგი. ძალიან მომეწონა, დავიწყე, პრაქტიკაში გამოვიყენე რამოდენიმეჯერ მომეწონა და ასე შემდეგ და ვაგრძელებ. სინამდვილეში EMDR-ი არის ძალიან სრულყოფილი მეთოდია და არა მხოლოდ ტექნიკა მაგალითად, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ EMDR-ი ითარგმნება როგორც თვალების მოძრაობით, გრძნობელობის შემცირება და გადამუშავება. სიტყვით ითარგმნება, ხო? ეს არ არის მხოლოდ ეს ტექნიკა, როდესაც ადამიანი ამოძრაობს თვალებს და ასე შემდეგ. ეს არის მიდგომა, რომელიც მუშაობს ფიზიოლოგიურად შენახულ მოგონებასთან და იკვლევს მის გავლენას ადამიანის განცდებზე. ხო, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მე მგონი, საკითხი. ფილოსოფიაშიც, ფსიქოლოგიაშიც ეს დუალიზმი სხეულისა და სულის, ასე ვთქვათ, სხეულში შენახული რაღაცა მეხსიერება, რომელიც ჩვენ შეიძლება ცნობიერად არ გვახსოვდეს ფსიქიკაში, მაგრამ სხეულს ყველაფერი ახსოვს. ამავე სახელწოდების წიგნი არის ზუსტად ბესელ ვან დენ კოლკის. კი. Body keeps the score. და იქ არის ზუსტად საუბარი სხეული, რამდენი იცის, ჩვენზე მეტი იცის. და ეს EMDR-ი მაგაზია დაფუძნებული. ხო, მთლად არ არის მხოლოდ დაფუძნებული სხეულზე, არის ორიენტირებული მთლიანობაში ადამიანზე, ხო? იმიტომ რომ სხეული უბრალოდ ერთადერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ასე ვთქვათ. მაგრამ EMDR-ი მუშაობს აზროვნების დონეზე, ემოციურ დონეზე და სხეულზეც. უბრალოდ სხეული მაგალითად, მაგალითს მოგიყვათ, თუ ადამიანს უჭირს, ასე ვთქვათ, ვერ გამოხატავს რაღაც ემოციებს, და არის საჭირო, ხო, რომ ვისაუბროთ, განვიხილოთ რაღაც თემები და უჭირს, არ შემიძლია, ხო, წვდომა არ არის. მაშინ შემიძლია მიმართო სხეულს და ზოგადად სხეულში ყოველთვის რაღაც არსებობს ისეთი, ეგრეთ წოდებული მასალა, ხო, პირობითად მასალა, რაღაც ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მეშინელია გამოვიყენო თერაპიაში. ამიტომ სხეული ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილია, ხო, ამ მუშაობის. ეგრეთ წოდებული არხი, ხო, სხეულებრივი არხი. როდესაც ადამიანი მაგალითად ნერვიულობს, ყოველთვის აესახება, ხო, პოზაც, მიმიკაც და რაღაც შეგრძნებების დონეზე შეიძლება აისახოს, ხო, სხეულში. და აქედან გამომდინარე, ვინაიდან EMDR-ი მაინც უფრო მოგონებებთან მუშაობს, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი იხსენებს თავის გამოცდილებას, ხო? რას გრძნობს, რა შეგრძნებები არსებობს სხეულში ამ დროს, ხო? და როცა აკვირდება, აღწერს ამ შეგრძნებებს, შესაბამისად, ამით ჩვენ ვაღწევთ რაღაც თერაპიულ ეფექტს.
ძალიან წინ რო არ გავუსწროთ ხაც ახლა მოვლენებს და უშუალოდ EMDR-ის პროცესზე სანამ გადავალთ. პირველ რიგში ალბათ უნდა რაღაცა გავშალოთ ეს საკითხი ტრავმის. იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, EMDR-ი ზუსტად აი ტრავმაზე ორიენტირებულია მეტწილად, ტრავმის გადამუშავებაზე ხო ასეა. და იმით დავიწყოთ საერთოდ რა არის ეს ტრავმა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ყოველდღიურ მეტყველებაში ეს ტრავმა ხო ძალიან დამკვიდრდა განსაკუთრებით ამ ბოლო დროს მე მგონი ჩემი სუბიექტური შეფასებით. ყველაფერზე გავიძახით, რომ ეს იყო ტრავმა, ჩემი ტრავმა და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში ტრავმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი რამეა ადამიანის ცხოვრებაში და ფართო სპექტრია ნამდვილად. კი. თავდაპირველად ამ ტერმინმა გამოყენება ჰპოვა უშუალოდ ძალადობის და დანაკარგის შედეგად განვითარებული სტრესის აღსანიშნავად. ეხლა როგორც თქვენ ახსენეთ, უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ტრავმას და კერძოდ EMDR-შიც განიხილება ცოტა სხვანაირად, თავისებურად ასე ვთქვათ. ტრავმა არის ტრავმა ნიშნავს ანუ ჭრილობას, სულიერ ჭრილობას, ასე ვთქვათ, ან ზიანს, რომელმაც მაგალითად აქვეითებს რაღაც ფსიქიკის ფუნქციებს, შეიძლება. ან შეიძლება ითქვას, რომ ტრავმა არის ესეთი მდგომარეობა, როდესაც სტრესორი, ანუ რაღაც მოვლენა, რომელიც ტრავმას აყენებს ხო ადამიანს, აი ამ სტრესორის ინტენსივობა აღემატება ადამიანის გამკლავების და შემგუებლობის უნარებს, ხო? ანუ ტრავმა არის ფაქტობრივად პირველ რიგში შინაგანი კონფლიქტი. ეს შეიძლება იყოს შინაგანი კონფლიქტი იმ გაგებით, რომ არსებობს რაღაც ნაწილი ადამიანში, რომელიც არის ტრავმირებული და აი არის არსებობს ადამიანში და აწუხებს, ხო, არ არის ასე ვთქვათ ინტეგრირებული ნერვულ სისტემაში და სხვანაირად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კონფლიქტი შეიძლება, ხო? ერთ-ერთი ვარიანტი მაგალითად სოციუმთან ან რაღაც ადამიანებთან გარკვეულ პირობებში შეიძლება აცნობიერებდეს ადამიანს, შეიძლება არა, მაგრამ ეს შეიძლება გამოიწვიოს რაღაც სირთულეები ურთიერთობებისას, ხო, გარე სამყაროსგან, ხო? თან აღსანიშნავია ალბათ ისიც, რომ ეს რაღაც სტრესორები, რომელიც ახსენე, ხო? შეიძლება იყოს, მაგრამ მე ესე წარმომიდგენია და მაგალითად ერთი მხრივ შეიძლება იყოს რაღაცა პირობითად ავიღოთ ავარია, ადამიანი მოყვა ავარიაში და ეს არის გახდა მისთვის ძალიან ღრმა ფსიქიკური ტრავმა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც დაიღუპა და თვითონ გადარჩა და მერე განვითარდა პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და ასე შემდეგ. არის მეორე ტრავმასაც ვიცნობთ ჩვენ როგორც თერაპევტები, ბავშვობიდან მომდინარე რაღაცა ღრმა ოჯახური ურთიერთობები მშობლებთან და ასე შემდეგ, ხო? კი, ანუ ტრავმა ყოველთვის აი ესე პირობითად რო ავიღოთ, ტრავმა მოხდა წარსულში, ხო? მაინც და მაინც როცა ჩვენ საუბრობთ ტრავმაზე, იგულისხმება, რომ ეს მოხდა წარსულში, ხო? შესაბამისად, ტრავმა არის რაღაც კვალი, ხო? არის რაღაც ჭრილობა, კვალი. არსებობს ცნება ნეგატიური ბავშვობის დროინდელი გამოცდილება, ხო? ეგრეთ წოდებული. ესეც, ანუ ეს ნიშნავს, რომ ტრავმა შეიძლება იყოს ერთჯერადი, მაგალითად და როგორც აი ახსენე, ხო, ნეგატიური ბავშვობის დროინდელი გამოცდილება შეიძლება იყო უпростоრედ გახანძლებული, განმეორებადი და ასე შემდეგ, ხო? და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გამოვლინებებს იწვევს შესაბამისად. იმიტომ რომ მაგრამ ერთჯერადი ტრავმა შეიძლება იყოს მძიმე, ხო? და არ იყოს ისეთი, ანუ და პირიქით გამოცდილება შეიძლება იყოს ნაკლებად მძიმე, ხო? ესე შეიძლება ითქვას, მაგრამ მოიცავდეს ბევრ ტრავმას რაღაც შემთხვევებს, ხო? კი, სიმძიმეს რა განსაზღვრავს აი ამ ტრავმას? სიმძიმეს თერაპიაში, ხო, ჩვენ ზომავთ, ასე ვთქვათ, ამ სიმძიმეს, ხო, სინამდვილეში არსებობს რაღაც გარკვეული ხერხი, რომელიცაც ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ. გავზომოთ ის გამოვლინებები, რომლებიც თან ახლავს ამ მდგომარეობას, ხო? მაგალითად, შფოთვა, რაღაც დაძაბულობა, შინაგანი და ასე შემდეგ.
აი ამით ასე ვთქვათ, ეს არის ეს სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ მაინც ხო გვეხმარება იმაში, რომ გავაკეთოთ ადეკვატური რაღაც შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე მივიღოთ რაღაც ზომები ხო შესაბამისად თერაპიის ფარგლებში. გიგი, ამას გულისხმობ ჩვენი როგორც თერაპევტების პერსპექტივიდან როგორც მივხვდი, ხო? მეორე მხარე რა ვიყოთ, თავად ადამიანი, ხო, იმაზე დავფიქრდი. ერთი და იგივე მოვლენა, მაგალითად. ორ სხვადასხვა ადამიანს ემართება და ერთისთვის ეს არის ტრავმა და მეორესთვის ეს არაფერი არ არის. იმიტომ რომ აბსოლუტურად მარტივად შეუძლია ადაპტირდეს ამ მოვლენასთან. ამაზე რა შეგვიძლია რომ ვთქვათ, როგორ ხდება ეს? გარდა იმისა, რაც ვთქვით უკვე გამოცდილებაზე, ხო? იმიტომ რაც უფრო ცუდი გამოცდილება აქვს, იმით უფრო მოწყვლადია, ხო? ტრავმის მიმართებაში. არსებობს ინდივიდუალური რაღაც თვისებები, რა თქმა უნდა. შეიძლება ითქვას ფიზიოლოგიური თვისებები. იმიტომ რომ ნერვულ სისტემაში არსებობს ასე ვთქვათ სხვადასხვა ნაწილები, ხო, ანუ ტვინის ასე ვთქვათ უბნები, ქერქის და ასე შემდეგ, ყველას შეიძლება რაღაც ინდივიდუალური თავისებურება ჰქონდეს ადამიანს, ხო? შესაბამისად ტრავმა შეიძლება იმოქმედოს უფრო ძლიერი ჰქონდეს ეფექტი ადამიანზე ამ პირიქით, ხო? ეს რაღაცა ბიოფსიქოსოციალური მოდელის პრინციპით ინდივიდუალურად და უნიკალურად ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და იმ სოციუმის გავლენით, რომელშიც ადამიანი იზრდება. სანამ ინდიერს მივუახლოვდებით უშუალოდ სხეულის როლზე, რომ ვისაუბროთ ტრავმაში უშუალოდ. სხეული არის კარგი მაჩვენებელი ტრავმისა, ანუ ვინაიდან სხეული არის განცალკევებული, ასე ვთქვათ, ცნობიერება. არის ჩართული, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ურთიერთკავშირში, მაგრამ რაღაც კუთხიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეული, ხო, არის ცალკე ცნობიერება და ასე ვთქვათ, თავისი შესაძლებლობები აქვს. და თავისებურად აღიქვამს ყველაფერს, სწავლობს, იმიტომ რომ აი სხეული სწავლობს თავისი ხერხით, ანუ თავისი მიდგომებით, ასე ვთქვათ. მაგალითად, როდესაც ჩვენ სწავლობთ ხო ველოსიპედზე, ანუ ველოსიპედის ტარებას, მაგალითად, ჩვენ ვიცით რომ იქ რაღაც დაფიქრება იმაზე და გააზრება რომ აი როგორ რა მოძრაობები უნდა შევასრულო, არ იმოქმედებს, ხო, არ მოიტანს შედეგს, მაგრამ თუ მივცემთ უფლებას სხეულს რომ შეასრულოს ეს მოძრაობა, უფრო მალე შეისწავლის, აითვისებს ამას და ჩვენ ვისწავლით ტარებას, ხო? ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვის სხეულს, როგორ რეაგირებს პირველ რიგში სხეული, რა აწუხებს, როგორ ხედავს საერთოდ სიტუაციას და უშუალოდ როგორ იმოქმედა ტრავმამ სხეულზე, ხო? იმიტომ ყოველთვის არის რაღაცა სხეულში ყოველთვის მიმდინარეობს რაღაც პროცესები, რაღაცა თითქოს მოძრაობს, ხო? არ მინდა ეხლა ამ სიტყვის გამოყენება ენერგია, ხო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხო, რაღაცა დენი, ხო და ასე შემდეგ. ტრავმა არის არამხოლოდ ფსიქოლოგიური მოვლენა, არამხოლოდ ეხება ქცევას და ასე შემდეგ, არის პირველ რიგში ფიზიოლოგიური მოვლენა. და ძალიან სერიოზული საფუძველი უდევს, ანუ ფიზიოლოგიური საფუძველი ამ მოვლენას. კერძოდ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის დროს და მაგალითად ფლეშბეკების დროს აღმოაჩინეს, რომ ეგრეთ წოდებული ამიგდალა, რომელიც ტვინში მდებარეობს, ამ ამიგდალას აქტივირება ხდება. ანუ საერთოდ ამიგდალა და ამიგდალას სტრუქტურის მოშლა იწვევს შიშს. და საინტერესოა, რომ ანუ ტრავმირებულ ადამიანს ეს ტვინის ნაწილი აქვს ყოველთვის ცოტა ახსნებული, ასე ვთქვათ, ცოტა აქტიურია, ზედმეტად აქტიური. გარდა ამისა, თალამუსის სისტემაში ხდება ცვლილებები, ვინაიდან თალამუსი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ქერქს, ამ ტვინის ნაწილს ექვემდებარება ინფორმაციის ფილტრაციის სისტემა და ტრავმირებულ ადამიანს ეს ფილტრაციის სისტემა აქვს მოშლილი, ასე ვთქვათ. რა იგულისხმება?
სენსორული ინფორმაცია ეს ნაკადი ხო რომელიც შემოდის ადამიანში ამ ნაკადს ვერ უმკლავდება ასე თქვათ და ეს იწვევს იმას რომ ძალიან იტვირთება ნერვული სისტემა და ადამიანი ცდილობს რომ შემოღობოს თავი ამ ნაკადისგან ასე თქვათ სენსორულ ნაკადისგან და შეიძლება მიმართოს მაგალითად ალკოჰოლს ან ნივთიერებებს რათა აი შემოღობოს თავი იმიტომ რომ ეს ფილტრაციის სისტემა მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოყოფს და თრგუნას ანუ არამახვილის ყურადღებას უმნიშვნელო ინფორმაციას და შესაბამისად აი ესეთი რაღაცა ხდება. EMDR-თან დაკავშირებით ესე იგი ყავს ადამიანი რომელიც იტანჯება შეიძლება ასეც ითქვას ხო რაღაცა ტრამვით აწუხებს როგორც გამოიყენე ეს სიტყვა რაღაც ძალიან აწუხებს ხეულებრივი გამოხატულებებით თანსდევს ამ ყველაფერს და მოდის EMDR თერაპევტთან ყველაზე მეტად ალბათ ერთ-ერთი რაღაცა შემაფერხებელი ფაქტორი რაც არის ხოლმე საერთოდ როცა ადამიანები მიდიან თერაპიაზე პირველ ეპიზოდში ვისაუბრეთ კიდეც ამაზე არის ერთ-ერთი რაღაცა ბუნდოვანი წარმოდგენა იმის შესახებ აი რა მოხდება იქ რომ მივალ ყველა მაგაზე შფოთავს ხოლმე მეც გამიგია ბევრჯერ ვთქვამთ ჩემს პრაქტიკაშიც რომ აი ძალიან დიდ ხანს ფეხს ვითრევდი იმიტომ რომ არ ვიცოდი აი აქ რა უნდა ვთქვა რომ მოვიდე რა ვილაპარაკო რა გავაკეთო და ასე შემდეგ და როცა ისმის ადამიანს რომ EMDR თერაპევტთან მიდის და აი ამ მიდგომით უნდა იმუშაოს რაღაცა თავის ტრამვაზე ან შეიძლება სულაც არ იყოს ტრამა და უბრალოდ მივიდეს ადამიანი თავისი ნებისმიერი წუხერით რომელიც შეიძლება ესე ტრამვად არ კლასიფიცირდებოდეს მაგრამ აწუხებს ხო რას უნდა ელოდოს მოკლედ როგორია ეს ამბავი ну პირველ რიგში ძალიან თავისუფლად უნდა იყოს უნდა ეხა სიტყვა უნდა არ არის შესაფერისი ხო მაგრამ თუ აქვს შინაგანად რაღაც დაკვეთა ხო თუ იცის მაინც ახლა ერთი საკითხიც მაინც აკუწუხებს რომელიმე ხო არ არის როგორც თქვენ თქვით აუცილებელი რომ იყოს რაღაც ტრაუმული და რაღაცა ისეთი მძიმე და მწვავე აი თუნდაც რაღაც ისეთი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული თუ აწუხებს უკვე საკმარისია რომ დავიწყოთ მუშაობა ასე თქვა თერაპია ეს არის თავგადასავალი სინამდვილეში ხო მე ვარ მეგზური ასე თქვათ და ამ პირობებში ხო თერაპიულ პირობებში სინამდვილეში ჩვენ კიდე ახალის დასწავლა ხდება პირველ რიგში რაღაც ახალი ინფორმაციის შესწავლა ანუ რაღაცები იხსნება ახალი ადამიანისთვის ხო ანუ თერაპიის დროს არ არის არაფერი ისეთი ანუ იძულებით არაფერი არ ხდება ამის თქმა მინდოდა ხო ყველაფერს აკონტროლებს თავად კლიენტი აკონტროლებს რას გულისხმობ ანუ შეუძლია აქვს უფლება შეაჩეროს თერაპია შეაჩეროს საუბარი წავიდეს და ასე შემდეგ ხო ანუ ჩვენ მე პირადად ყველანაირად ხელს უწყობ რომ კომფორტულად იზნოს თავი თერაპიაზე და ვცდილობ რომ მეც ვიყო კომფორტულად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც ხო რომ ამიტომ ხო აი გარკვეულ პასუხს ვერ გავცემ ეხა აი ესეთ კონკრეტულს როგორ რისი მოლოდინი უნდა გქონდეს ხო არ უნდა იყოს ხო ეს სიტყვა საერთოდ არ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ძალიან შეიძლება თრგუნაოდეს ხო ადამიანს რომ უნდა რომ ამოცანა არ არის ეს არის პროცესი და ყოველთვის ვეუბნები კლიენტებს რომ მიენდეთ ამ პროცესს დინებას უბრალოდ ხო და თქვენ თვითონ ნახავთ რა იქნება ხო ეს არის საინტერესო პირველ რიგში თქვენთვის და ჩემთვის სასურველია რომ კიდე შედეგი იყოს ხო რა თქმა უნდა ყველასთვის ჩვენთვის რა თქმა უნდა კი ნამდვილად ის ძალიან მომწონს მეგზურის რაღაცა სიმბოლო ასე თქვა იალომს აქ ერთგულთან ამ გზავრს უწოდებს თერაპევტს კლიენტისთვის და მე მგონი ზუსტად ეს პროცესი რაღაც თავგადასავალი და დიდი მოგზაურობა რაშიც ერთად მიდიან კონკრეტულად EMDR-ის შემთხვევაში აი თვალის დესენსიტიზაცია არის ერთ-ერთი რაღაცა პირველი სახელწოდება ხო ეს გრძელი სახელიდან პირველი რას გულისხმობს თვალის დესენსიტიზაცია თვალის როლი და რა ხდება აქ ხო ანუ არსებობს ფიზიოლოგიური საფუძვლები ხო რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით პირველ რიგში და
თვალების, ანუ ასე ვთქვათ, მოძრაობა ხდება ბუნებრივად ძილის დროს ერთ-ერთ ფაზაში. და ამ დროს ითვლება, რომ ხდება აი ეს ეგრეთ წოდებული გადამუშავება. რაღაც გამოცდილების გადამუშავება, არა მხოლოდ ნეგატიური გამოცდილების, ნებისმიერი გამოცდილების, ინფორმაციის უпростоრედ, ხო? მაგრამ ზოგჯერ რაღაც ფაქტორების გამო, შეიძლება იმის გამო, რომ ადამიანი აგზნებულია, ან კიდე რაღაც ფაქტორების გამო, აი ეს გადამუშავება, ხო, არ ხდება შეფერხებით, ან მოკლედ არ ხდება ისე, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ ეს ასე ვთქვათ, გადახარშა ეს რაღაც ინფორმაცია, ხო, ნეგატიური მაგალითად. და ჩვენ მიემდიარით, ანუ თვალების მოძრაობით ხდება აი ამ პროცესის აღდგენა. ანუ ის პროცესი, რომელიც ბუნებრივად ხდება ძილის დროს, ჩვენ ხელოვნურად გვიწევს იმის აღდგენა და ამით ხდება ხელახლა გადამუშავება, ასე ვთქვათ. ოღონდ უბრალოდ სხვა პირობებში ხდება. ხუძარე მდგომარეობაში, თერაპიულ სივრცეში და ხوارზინავს, ხო. აჰა. რა მაინტერესებს ასეთ დროს ანუ გახსენება ხდება პირველ რიგში რაღაცა ხელახალი თვალის გასწორება, ფსიქიკურად ასე ვთქვათ, იმ რაღაცა მტკივნეული გამოცდილებისთვის თუ კი, იცით, საერთოდ EMDR-ში არის ძალიან ისეთი მკაცრი პროტოკოლი. ჩვენ მუშაობთ პროტოკოლების მეშვეობით, ასე ვთქვათ, ვიყენებთ პროტოკოლებს. ამ პროტოკოლებში არის გაწერილი, ხო, როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად რაღაც თანმიმდევრობა არსებობს, როგორ უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, არსებობს ინდივიდუალური რაღაც მომენტები, როდესაც გვიწევს ხოლმე სხვანაირად ვიმუშაოთ, ხო? ანუ სხვა კუთხიდან შევიდეთ, ასე ვთქვათ, ჩავერთოთ პროცესში და ასე შემდეგ. ანუ ერთ-ერთი ვარიანტი და ესეთი ძირითადი არის, რომ იხსენებს ინციდენტს მაგალითად, თუ ტრამული ინციდენტია და ამ დროს ამოძრავებს თვალებს. ანუ თვალი უნდა გააყოლოს ხელს, მე ესე ვამოძრავებ ხელს და მე იმის თქმა მინდოდა კიდე რომ აი ეს თვალის მოძრაობა, ხო, თვალების მოძრაობა არის ერთ-ერთი ტექნიკა, იმიტომ რომ სხვადასხვა ტექნიკები არსებობს. შეიძლება აუდიალურად იმას ვქნათ, ხო, ან აი ესეთი დაკაკუნები არსებობს, სხვადასხვა ხერხი არსებობს, თავარია რომ ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული ბილატერალური სტიმულაცია, როდესაც ტვინის ნახევარსფეროების მონაცვლეობით აქტივაცია ხდება. ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი, რომ თვალები უნდა ამოძრავოს აუცილებლად. შეიძლება არ მოსწონდეს ეს, ხო, იყოს დისკომფორტული, მაშინ შეგვიძლია სხვანაირად მოიქცეთ. როდესაც ამოძრავებს, ხო, აი, უფრო მაგალითზე უფრო იქნება, ხო, მარტივი რო აგიხსნათ. იხსენებს მაგალითად ინციდენტს, სასურველია რომ გაიხსენოს კადრის სახით. ანუ ახსენდება კადრი, ხო? თუ ვიზუალურად ახსოვს, ხო? თუ არ ახსოვს, შეუძლია აუდიალურადაც გაიხსენოს, რა ესმოდა, ხო, ამ დროს. აი იხსენებს ამ კადრს და ამოძრავებს თვალებს და ამ დროს შედის იმ კადრში, ასე ვთქვათ. ნუ შედის, ეხლა ცოტა ისეთი სიტყვაა, ხო? ანუ იმყოფება იქ კადრში, მაგრამ ერთდროულად არის თან მართული პროცესია. კი, თან არის თერაპიაზე. ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ დაიკავოს ორმაგი ყურადღება. ერთდროულად, ანუ მაგალითად 2/3 უთმობს წარსულს იმ მოგონებას და 1/3 ტოვებს თავისთვის. და ეს 1/3 არის იმის გარანტია, რომ იქ ანუ არ დაიმართება მაგალითად რეტრაუმატიზაცია, ხო? იმიტომ შეიძლება ადამიანი ხშირად განიცდის, ხო, იმას, რასაც იხსენებს. შესაბამისად, აი ესეთი ორმაგი ყურადღებით ჩვენ ვაღწევთ რაღაც კონტროლს. თვითონ ადამიანი აღწევს კონტროლს, გრძნობს, რომ აქ არის და უბრალოდ იქაც არის და აქაც არის და აი ფილმივით არის, ხო, ეს შეიძლება დავამსგავსოთ, რომ აი ფილმის ყურება როგორც ხდება, ხო, აი ჩვენ აი ეს გაიგივება არ ხდება, ხო, მთლიანად, ხო, არ ვიძირებით იქ იმაში. ჩვენ გვახსოვს, რომ სასურველია რომ გახსოვდეს, რომ უბრალოდ ფილმია და ვუყურებთ, ხო? მაგრამ საჭიროა რომ ვუყუროთ, საჭიროა რომ გავიხილოთ და ასე შემდეგ.
ესე იგი თუ სწორად მივხვდი მე თუ სწორად გავიაზრე რეალურად ტრავმა ყველაზე მწვავე სწორედ მაშინ ხდება როცა ადამიანი უარყოფს მას და რაღაცნაირად გაურბის და ნაკლებად არ აქვს იმ კონკრეტულ სიტუაციაში მოცემულ მომენტში საკმარისი რესურსი იმისთვის რომ ადაპტირდეს ამ ტრავმასთან გაუმკლავდეს და მიიღოს როგორც მოცემულობა ხშირად არის ხოლმე პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა რომ რაღაცნაირად უარყოფს არ უნდა საერთოდ და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რასაც ხშირად მე თვითონ პრაქტიკაში წავწყდომი ვარ არის მისი დაკვეთა თვითონ დაკვეთა ესეთი მაინც და მაინც არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ მისი სურვილი არის ის რომ დაივიწყოს აი მინდა რომ აღარ მახსოვდეს და ამაზე დიდი რაღაცა ძალისხმევა იხარჯება ხოლმე რაღაცა იმ ცნობიერების ამაღლებაზე იმ საკითხთან მიმართებით რომ ეს არ უნდა იყოს დავიწყების საგანი ეს უნდა იყოს მიღების საგანი და ეს როცა ფილმად ვუყურებ რაღაცა საკუთარ ტრავმას რეალურად ხდება ის რომ ჩემი ნაწილი ხდება ის მოცემულობა როგორც ჩემი ერთ-ერთი ისტორია მაგრამ აი როგორც ახსენეთ რომ გაიგივება მასთან არ ხდება რეალურად ზუსტად ეგ არის ალბათ ტრავმის გადამუშავება ხო ესეა კი რა თქმა უნდა ხო ანუ თერაპიის დროს ეს გაიგივება ცოტა ისეთი სახიფათოა მაინც და მაინც ხო იმიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ უსაფრთხოდ იყოს კლიენტი პირველ რიგში ხო ხო აი ზუსტად როგორც თქვენ თქვით ეგრე ხდება ამ დროს ყველაზე მეტად ტრამვის დროს ყველაზე დიდი სირთულე ზუსტად ეგ არის რომ იმდენად ხანდახან იმდენად გაიგივებულია ხოლმე მაგალითად მოდის და გეუბნება რომ მარტო ეს ვარ რაც დამემართა და აბსოლუტურად უარყოფილია დანარჩენი ყველაფერი რომ ამის გარდა კიდე რამდენი რაღაც ხარ კარგი რამდენი ხარ მოგონებებზე რომ საუბრობდით ხო რომ რამდენი კარგი დაგმართნია რაღაცა კარგი გამოცდილებები გქონს კარგი თავგადასავლები გადაგხდენია მაგრამ იმ მომენტში ეს არ არის აქტუალური მხოლოდ ნეგატიურზეა კონცენტრირებული ხო იმიტომ რომ ის დადებითი კარგი ნაწილი დათრგუნული აქვს ასე თქვათ და ეს არის წინ წამოწეული ნეგატიური ანუ ნეგატივს თავისი მუხტი აქვს ასე თქვათ ხო თავისი ენერგია ხო იმისთვის რომ აი ეს დავშალოთ ანუ რომ შევამციროთ ეს ტკივილი ხო საჭიროა რომ შეგვიძლია ნელ-ნელა მივახლოვდეთ ამ ტრავმას ხო არ არის აუცილებელი რომ ეგრევე დავიწყოთ საუბარი ტრავმებზე აბა გაიხსენე ახლა რაღაცა ხო ჩვენ შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება რაღაც დეტალებზე რომლებიც რასაკვირველია ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ამ ტრავმასთან ხო და აი ნელ-ნელა ამ დეტალების გადამუშავებით ნელ-ნელა მივახლოვდებით აი ამ თავარ ასე თქვა წყაროს ხო საიდანაც წამოვიდა ეს ყველაფერი თუ ვიცით რაც არის წყარო იმიტომ რომ ზოგჯერ როდესაც მოდის ადამიანი თერაპიაზე არც მე ვიცი და არც კლიენტი იცის რა არის უშუალოდ შეიძლება არ იცოდეს ხო რა არის მატრაუმირებელი მისთვის ანუ რა იყო მატრაუმირებელი იმიტომ რომ ტრავმას აქვს ესეთი თვისება ანუ ადამიანს უფრო სწორედ ესეთი თვისება აქვს რომ როგორც თქვენ ახსენეთ ცდილობს გარბის ხო ან უარყოფს ან რამენაირად ცდილობს რომ მოახდინოს რაღაც ტრანსფორმაცია ხო ამ მოვლენას ამ მოგონებას და ეს შეიძლება იყოს უბრალოდ აი ესეთი შეფუთვა ხო როდესაც არ აქვს წდომა ამასთან შეიძლება ფიქრობდეს რომ ეს არ არსებობს აი თქვენ თქვით რომ პირიქით ხო როდესაც გაიგივება ხდება და მტკივნეულია და ამბობს რომ აი მე ვარ ეს ტკივილი ხო უშუალოდ შეიძლება საპირისპიროც იყოს როდესაც უარყოფს და ამბობს რომ არაფერი ხო ანუ არც მოხდა რა ან მოხდა არ მახსოვს ან ვერ ვიხსენებ ან როცა ვიხსენებ არაფერს არ ვგზნობ ვერაფერს ვერ ვგზნობ ან კიდე სხვანაირად ეს შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე რომ მუშაობს დაცვის მექანიზმი ერთ-ერთი ხო იმიტომ დაცვის მექანიზმი უზრუნველყოფს ადამიანის გადარჩენას ხო დაცვას და იყენებს რა თქმა უნდა ჩვენი ანუ ამოცანა და ჩვენი მიზანი ის არის რომ კი არ გადავლახოთ ახლა ეს დაცვის მექანიზმი, იმიტომ დაცვის მექანიზმი ბუნებრივია, ხო? ჩვენ ვცდილობთ რომ გააცნობიეროს ეს დაცვის მექანიზმი პირველ რიგში, ანუ იცოდეს რომ აი ამას იყენებს, იმიტომ რომ აი ეს მოხდა, ხო? ამიტომ საერთოდ EMDR-ის მდგომარეობა, ხო? აი როგორც ცნობიერების მდგომარეობა ძალიან საინტერესოა, იმით რომ
ადამიანს აქვს შესაძლებლობა უფრო კარგად, უფრო სრულყოფილად გააცნობიეროს აი ამ ტრავმის მიზეზები და ასე შემდეგ. უშუალოდ რაღაც ელემენტები, რომლებიც ტრავმასთან არიან კავშირში, ხო? დიახ. მე რა მაინტერესებს, გამოწვევები რა აქვს EMDR თერაპიას პროცესში? რაღაც არ ვიცი, სირთულეები, წინააღმდეგობები, რაც მეტნაკლებად ართულებს პროცესს, დიახ. რა თქმა უნდა, რაღაც სირთულეები ყოველთვის არსებობს. მეტნაკლებად, ხო? ანუ რა თქმა უნდა, არის რაღაც იდეალური სესია, ჩემ წარმოდგენაშიც კი არსებობს, როდესაც ყველაფერი კარგად მიდის იდეალურად, ასე ვთქვათ. მაგრამ ხო, ზოგჯერ რაღაც სირთულეებიც არის. ეს სირთულეები, აი ერთადერთი უკვე ვახსენეთ, არის დაცვის მექანიზმი, ხო? მაშინ შეიძლება გაგვიჭირდეს რაღაც მასალის გადამუშავება, იმიტომ რომ ადამიანი იცავს ამ მასალას. კიდე შეიძლება იყოს, რა სირთულე შეიძლება იყოს? რაღაც ინდივიდუალური, ხო? შეიძლება პიროვნული აქცენტუაციები ეგრეთ წოდებული, ხო, მაგალითად, რომ შეიძლება უჭირდეს, ასე ვთქვათ, ანუ საერთოდ საუბარი ლაპარაკი, ვერ გამოხატავდეს შეიძლება აი ისე როგორც საჭირო, როგორც სასურველია, რომ გამოხატოს. იმიტომ რაც იცით როგორ არის, როდესაც არსებობს ახალ სირთულე, ყოველთვის ეს სირთულე ეკუთვნის ერთ-ერთ არხს, ხო? თუ უჭირს ამაზე საუბარი და ფიქრი და ანუ ვერ სიტყვიერად ვერ მეტყველებს, ხო, ამაზე ისე ვერ გადმოსცემს შინაარს, ხო? ანუ მაგალითად მე ვერ ხვდები რაზე არის ლაპარაკი, ხო? ან თუ ემოციურად ვეკითხები და ემოციები არ აქვს, ვერ გამოხატავს, ან ფიქრობს, რომ არ შეუძლია გამოხატოს, ან ხელში არაფერი არ არის, ხო? ეგრე არ არის. ანუ ყოველთვის ერთ არხში მაინც რაღაცა არის. ის, რაზეც შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ უჭირს ფიქრი ვეკითხები მაგალითად ემოციებზე, საერთოდ ერთდროულად ყველაფერზე ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ერთი დომინირებს, ხო? თუ აქვს მაგალითად ერთი, ანუ ასე ვთქვათ, არანაირ უშედეგოდ ვეკითხები და უშედეგი არ მოაქვს ამას, რომ ვერ გამოხატავს, მაშინ მეორე არხს მიმართავ და ვეკითხები მაგალითად შეგრძნებებზე. და ყოველთვის როგორც წესი, სადმე მაინც რაღაცა არსებობს, ინფორმაცია, ასე ვთქვათ, და ამით ჩვენ სარგებლობთ. გასაგებია. EMDR უფრო სწორად, ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ტრავმაზე ფანტასტიკურად მუშაობს, ეფექტურია ძალიან, ну ეს ხომ არ ვიცი, PTSD, მე რამდენადაც გავეცანი, შეიძლება ეს იყოს ფობიები, დეპრესიის მდგომარეობა, ასე შემდეგ. ფსიქოზებთან დაკავშირებით როგორ არის? აი ფსიქიატრთან რაღაცა მუშაობა, ფსიქიატრთან ერთად, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობაც ჩართულია და ასე შემდეგ. თუ მწვავე ფსიქოზია, საერთოდ არ შეიძლება. ხო, ეს არის ანუ ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც მე არ მუშაობ. ანუ ფსიქოზურ მდგომარეობაში არა, შიზოფრენია და ეპილეფსია. აი სამი ძირითადი. მაგრამ თუ იმიტომ ფსიქოზი როგორც სიმპტომი, ხო, შეიძლება რაღაც სხვა დაავადებაზე იყოს ლაპარაკი ან მაშინ რა თქმა უნდა სასურველია რომ ფსიქიატრთან ერთად ვიმუშაოთ წყვილში. რა თქმა უნდა, ხო. გასაგები. და თვითონ პროცესი ეხლა დავფიქრდი მაგაზე. პირველივე სესიაზე მაგალითად იწყება გარკვეული ტექნიკის გამოყენება, ან რომელიმე ტექნიკის გამოყენება, იქნება ეს თვალის მოძრაობა თუ რაც ახსენეთ წერან სხვადასხვა ტექნიკა. პირველივე სესიაზე იწყებს ადამიანი თუ შეიძლება რომ თავიდან რაღაცა ილაპარაკოს? შეიძლება. შეიძლება. კი, შეიძლება. ძალიან ბუნებრივი პროცესია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროტოკოლი და ასე შემდეგ, მაინც ახლა ადამიანები ვართ და რაღაც დონეზე მაინც მეც ხედავ ახლა მზად არის ადამიანი თუ არა. პრინციპში პირველი სესია ყოველთვის ესეთი გაცნობითი სესია არის, ხო? ანუ მე მჭირდება რაღაც ინფორმაცია ადამიანზე, ადამიანსაც სჭირდება რაღაც დრო რომ მიეჩვიოს, იმიტომ რომ საკმაოდ უჩვეულო ტექნიკა ეს EMDR-ის ხო თვალების მოძრაობის და აქედან გამომდინარე უნდა ყველაფერი აუხსნა და ასე შემდეგ და
როდესაც იქნება უკვე ან მე ვთვლი რომ უკვე არის მზად იმისთვის რომ დავიწყოთ უშუალოდ პრობლემაზე მუშაობა ვიწყებთ ესეც ძალიან ინდივიდუალურია მიღებლობა როგორია როგორ იღებს ადამიანი ამას აი ეს მსგავს ტექნიკას ზოგადად ეხლა არ მაქვს ეხლა ჩვენ რეალობაში ბოდიში გაწყვეტინებთ ჩვენ რეალობაში ესე ჯერჯერობით მე რამდენადაც ვიცი ესე ფართოდ გავრცელებული მაინც და მაინც ჯერ არ არის რაღაც აქტიურად და ბევრი ადამიანი იყოს ამაში გაცნობიერებული მით უმეტეს რაღაც კლიენტის თუ პაციენტის პერსპექტივიდან მე მგონი ნამდვილად ასე არ არის და როცა მოდის და რაღაცა ის სთავაზობთ აი ამ ტექნიკას ამ მიდგომას და მე უშუალოდ როცა ხდება განხორციელება პრაქტიკაში ამ ყველაფრის მიმღებლობა აი როგორ იღებს ნდობას ან ნდობა რამდენად აქვს იმიტომ რომ ზოგადად სანდობის პრობლემა მგონი თერაპიის მიმართ გვაქვს ისედაც და მით უმეტეს ასეთი სპეციფიკური მიდგომის მიმართ პირადად მე ვცდილობ რომ აი ყველაფერი ღიათ აუხსნა რა ამ თერაპიაზე მიდგომაზე, ტექნიკებზეც, ყოველთვის საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია უკავშირი, ხო? ყოველთვის ვეკითხები, რას ფიქრობს, რას განიცდიც, კომფორტულია თუ არა მისთვის ეს ტექნიკა და თუ არის დისკომფორტული, ვცდილობ რომ შევცვალო. აქაც არსებობს რაღაც ისეთი მომენტები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ მოქნილია, ხო? ანუ ჩვენ ასე შეგვიძლია მას ვქნათ ამ მიმართულებით შეუძლია ამოძრავოს თვალები ან ამ მიმართულებით შეუძლია ამოძრავოს თუ ეს არის დისკომფორტული აი ესე შეგვიძლია ხო ცადოთ მაგალითად ან კიდე სხვანაირად ან შეიძლება თვალების მოძრაობაც კი იყოს რაღაც ტრიგერი ხო მისთვის მაშინ ვეკითხები რა არის ამაში დისკომფორტი რა არის საშიში ან ხო შემაწუხებელი შეიძლება რაღაც ასოციაცია ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით, რომ არ ვიცი, აი თვალებთან. ეს უკვე მასალაა, ხო? და აქედან უკვე ეს არის ამოსავალი წერტილი, ხო? აი რა, აი თვალები, შეიძლება ბავშვობაში შეაშინეს რაღაც აი თვალებთან დაკავშირებით, არ ვიცი, ხო? ეს ინდივიდუალურია. ეს პირველ იმ სესიაზე კი საკმაოდ უჩვეულოა, ყველა ცდილობს რომ უჭირთ ხოლმე ასე ვთქვათ, აი იმაზე რაზეც საუბრობთ, ხო, შინაარსობრივად. იმაზე რომ გამაახვილონ ყურადღება და აი ამ მოძრაობაზე. ძირითადად ან უფრო ამაზე ამახვილებენ, ან შინაარზე და მაშინ ვერ ამოძრავებენ თვალებს. მაგრამ ესეც მოსულა. ეს ნორმალურია და საერთოდ ყველაფერი ნორმალურია, რაც არ უნდა მოხდეს თერაპიის ფარგლებში, ამიტომ ყოველთვის ვხსნი, რომ თუ თქვენ გიჭერთ, ნუ ღელავთ, იმიტომ რომ ეს არ არის ამოცანა მე არა ვარ ის ადამიანი რომ აი შევაფასო თქვენი ისა რომ თქვენ არასწორად აკეთებთ რაღაცას ან მოკლედ რაღაც ჩემი მოლოდინები დავაკმაყოფილო არა საერთოდ არა ანუ როგორც შეუძლია ეს ამოძრავებს თუ ჭირს ვერ ამოძრავებს შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ სხვა ტექნიკებიც კი ხო გააჩნია რა პრობლემასთან ვაქვს საქმე ხო რა კონკრეტულად რა არის დისკომფორტული მისთვის ხო გასაგებია ერთსაც ვიკითხავ თქვენის ნებართვით. რამდენჯერმე ნახსენეთ პროტოკოლი. რო კონკრეტული ისეთი პროტოკოლი გააჩნია ამ მიდგომას, ხო? რა პრინციპებია ესეთი ძირითადი, რასაც ემყარება და რა არის ყველაზე ისეთი გასათვალისწინებული, რაც არასდროს არ შეიძლება რომ დაირღვეს ამ პროცესში. ხო, არა, ნუ რა თქმა უნდა არსებობს ეთიკის საკითხები. ну ეს ყველგან არის ნებისმიერ ფსიქოლოგიურ მიდგომაში ყველა ანუ ჩვენ როგორც ფსიქოლოგები ვცდილობთ დავიცვათ ხო ეს წესები და ეთიკა არაფერი ისეთი არ არსებობს იმ ძირითადი არის ის რომ ადამიანს ყოველთვის აქვს უფლება ასე თქვათ მოიქცეს ისე როგორც უნდა თერაპიის დროს რა თქმა უნდა რაღაც მიმართულებას მე ვაძლევ ხო რომ აი მოდით აბა აი აქეთ წავიდეთ ხო აი მაგრამ ეს არ არის იმდენად ანუ ეს არ არის მკაცრი ძალიან ესეთი წესი რომ აი ესე გააკეთე და სხვანაირად არ უნდა გააკეთო თუ ამბობს რომ აი შეიძლება აი ესე გავაკეთო ცოტა სხვანაირად მაგალითად კი რა თქმა უნდა გააკეთე ანუ შეიძლება არასწორად გავიგეთ თქვენი კითხვა ანუ რას გულისხმობდით იმაში რომ რაც არ შეიძლება რომ დავარღვიოთ თვითონ პრინციპები რაც არის EMDR-ის იმ პროტოკოლით გათვალისწინებული, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვაკეთებთ. ხო,
თავარია რომ იყოს უსაფრთხოდ. ერთ-ერთი არის რომ უსაფრთხოდ უნდა იყოს. ეს არის ჩემი თავარი მე მევალება, ხო? რომ კლიენტი უნდა იყოს უსაფრთხოდ. ყველა გაგებით იმას კი არ გულისხმობ რომ რაღაც რომ არ მოხდეს, ხო? კაბინეტში. უსაფრთხოდ უნდა იყოს თავის გაცდების მიმართებაში, ხო? ფსიქოლოგიური უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად. კი, დაცული უნდა იყოს მაქსიმალურად, ხო? რაც ნახე ნდობასაც ხელს უწყობს თქვენ მიმართ. კი. და პროცესის მიმართაც, რაც მერე პირდაპირ დაკავშირებულია შედეგთან, ეფექტურ შედეგთანაც, ხო? კარგით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და უაღრესად საინტერესო და ახალი მიდგომის ესეთი კარგი პრეზენტაციისთვის. მადლობა დიდი, წარმატებებს. მადლობა თქვენ, წარმატებებს.